მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვინდა გასწავლოთ კიდევ ერთი ახალი ლოცვა, რომელიც გაგანთავისუფლებთ ყველა სახის ავადმყოფობებისგან. ეს ლოცვა იკითხება ნებისმიერ დღეს, სამჯერ ზედიზეთ უნდა წაიკითხოთ და იკითხულობთ იქამდე მანამ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ვლოცულობ უფლის წინაშე, წმინდა ღვთისმშობელს ქეთს ვუხრი. უწმინდესი ღვთისმშობელი დახმარებას არიგებდა, ცისფერი ზღვით მოდიოდა, ოქროს ჯვარი მოჰქონდა, მას თვით უფალი შემოხვდა და ეკითხება: სად მიდიხარ უფლის დედავ? მივდივარ ღვთის მონა, სახელი, ტკივილ წუხილზე სალაპარაკოდ, გამოსალოცავად. მერე შეძლებ? შევძლებ. გამოულოცავ? გამოვულოცავ. დაეხმარები? დავეხმარები. მას თვით უფალი დაეხმარება. ამოიძირკვეთ, გაფრინდით ტკივილებო, ცეცხლოვანო წუხილებო, მოძაგძაგენო, დამყრუებელნო, დამბრმავებელნო, შინაგანო მაწუხებელნო, გულის ტკივილნო, ქავებელნო, თავის გამბრუებელნო, კანის და საწოლში ადამიანის ჩასაწვენო დაავადებებო, ქარის, წყლის, შეცივების, ქუჩაში აკიდებულის, შორეული გზის, მწვანე მინდვრიდან მოყოლილის, ხელიდან, ფეხიდან, თითებიდან და ყველა სახსრიდან, ნაწლავებიდან, ცისფერი ძარღვებიდან, შავი სისხლიდან, თეთრი ძვლიდან, ცხიმიანი ხორციდან, ქერათმიდან, ყავისფერი თვალებიდან, შავი წარბებიდან, შთამომავლობითო ავადმყოფობებო, ბოშურო, მწველო, მომდინარევ, მცოცავო, გადმოლოცვილო. როგორც ეს ავადმყოფობები, სახელი აეკიდა ამ დღეიდან და ამის იქეთ ჩამოსცილდეს მას. რა გზითაც მოხვედით დღეიდან და იმის იქეთ, უკან წადით, რათა არ განახლდეს ტკივილები მონა ღვთისა, სახელი, არც ძველ, არც სავსე, არც მილევად და არც ახალ მთვარეზე და არც ერთ ჟამს დაგვეხმარე უფალო, შეგვიწყალე უფალო. მინდა გასწავლოთ კიდევ ერთი დეტალი, ის რომ როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ და კონკრეტულად ეს ეხება ჯადოების მოსახსნელ ლოცვებს და ასევე ეგზორციზმულ ლოცვებს, როდესაც უწმინდური ძალის განდევნა ხდება, აუცილებელია დავაკვირდეთ თუ როგორი ინტონაციით ვკითხულობთ ამ ლოცვებს. მიზეზი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვდევნით უწმინდურ ძალას, აი მაგალითად გვაქვს ჩვენს YouTube-ის არხზე დადებული ვიდეო ატვირთული, სადაც თქვათ უწმინდური ძალას ვეუბნებით, რომ უნდა წავიდეს ჩვენი სხეულიდან, ასევე ვთქვათ ამ ლოცვაში ახლა დღეს რასაც გასწავლით, მივუთითებთ ავადმყოფობებს, რომ ჩვენგან უნდა გავიდეს, აუცილებელია ეს სიტყვები ვთქვათ ბრძანებით ფორმაში. როდესაც ჩვენ წმინდანებს მივმართავთ, რა თქმა უნდა მივმართოთ თხოვნით, მაგრამ უკვე როდესაც გადავდივართ კონკრეტული ჯადოს მოხსნაზე და ვიძახით, რომ აი ეს მოგცილდი კონკრეტულად თქვათ უწმინდურო ძალავ, ან რაღაცა დაავადებებო და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს ბრძანებულ ფორმაში. იმიტომ რომ უწმინდური ძალა თხოვნით არ გადის, უნდა უბრძანო, ეგეთი წესია, ამიტომაც დააკვირდით ლოცვის დროს როგორ წარმოვთქვავთ სიტყვებს.